რა ხდება რუსეთში. 22 წლის თებერვალში რომ შეიჭრნენ რუსები უკრაინაში, სანქციები როგორც კი დაუწესდათ, პროგნოზები იყო, რომ მათი ეკონომიკა ძალიან დაეცემოდა, მართლაც პირველ თვეებში წავიდა დაღმა, რო ვერ მოიპოვეს ის სწრაფი გამარჯვება, რასაც ელოდნენ და სანქციები მიიღეს. თუმცა შემდეგ ეკონომისტებისთვის მოულოდნელად მათი ეკონომიკა უფრო ჯანსაღად გამოიყურებოდა, ვიდრე ელოდნენ. ჰქონდათ 3, 4, 5%-მდეც კი ზრდა კვარტლებში და ეს მათთვის მაღალი ზრდა იყო წინა წლებში არ ქონიათ ასეთი. თუმცა მათი ზრდა ახლა ნულამდე ჩამოვიდა. რატომ ჩამოვიდა ნულამდე ეს ზრდა? პირველი ეკონომიკის გადაწყობა, ევროპიდან აზიისკენ მიტრიალება და ამისთვის ახალი მიწოდების არხების მშენებლობა, ზოგიერთი საწარმოს გადაკეთება. მეორე ფაქტორი დიდი ინფლაცია. როდესაც ასეთი დიდი ხარჯები არის ქვეყანაში, ფულის მიწოდება იზრდება, ფასებმა დაიწყო ძალიან სწრაფი ზრდა და ამის შესაჩერებლად ცენტრალურმა ბანკმა აწია ძალიან მაღლა საპროცენტო განაკვეთები, ჩვენთან რაც 8%-ია, იქ 21%. ეს ძალიან მაღალია და ამ განაკვეთის აწევასთან ერთად ბანკში დეპოზიტებზე პროცენტები გაიზარდა და შემცირდა ხარჯვა მოხმარება და მესამე ნავთობის ფასები, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ტრამპის ახალმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ფაქტობრივად სავაჭრო ომმა გამოიწვია ნავთობის ფასის დაცემა. რატომ ხდება ეს? როდესაც არის მაღალი ტარიფები, ეს ანელებს ეკონომიკას, ყველგან მთელ მსოფლიოში ეს შემანელებელი ფაქტორი იქნება და როცა ეს ხდება, მოთხოვნა ნავთობზე, საწოლზე მცირდება.